გამარჯობა ჩემო მეგობრებო. ესე იგი, მინდა გითხრათ, დღეს ჩვენ მენიუში არის ქათამი და პამიდორის საწევდით ქათამი და ლობიოს სალატი. ესე იგი, ქათამი ვინც არ მარხულობთ და ლობიოს სალატი ვინც მარხვაზე ხართ, უგემრიელესია. ეხლა ნინელა გავამზადებთ და დრო გაჩვენებთ როგორ გავაკეთებთ. ქათამს თავის საწევდით დედა აკეთებს და ლობიოს სალატს მე გავაკეთებ. ასე რომ გემრიელობები გელდებათ. ესე იგი ეს ბუშლატი ხო ვერ გევიწვრე, რა ვქნა ხალხო. ისა რა ქვია, ასაკმა იცის ალბათ. ცივა არ მწვიმამ არ გადაიღო, არ გამოიდარა, ხო და ასე საცოდავ დღეში გამიხარდება მზე, კაი ამიდი გამოდის ხა, გავარდები, მივინახავ ამ ბუშლატებს და სქერტასაცმელებს, ხო და ცივა მერე. ხო, წავალ ისევე და ჩავიწრე თბილად და მიმედოვნებ, რომ მე გამოვა კარგი ამიდები და ჩვენც გამოვიზაფხულებთ. ხო და ასე რომ ეხლა ვნახოთ, როგორ გემრიელობებს მოვამზადებთ მე და ჩემი დედიკო. ესე იგი, ჩემო მეგობრებო, როგორც გითხარით, დღეს ჩვენ მენიუში არის ეს ქათამი, რომელიც სახლის ქათამი, რომელიც დედამ დაკლა გუშინ, დავკალით ორი გავაკეთეთ, გავახვანხვალეთ, ხო და ერთი ცალი ცოტა მოზრდილი იყო დედალები, მოზრდილი დედალი იყო და შესაძლოა არ ივარგებდა და ამიტომ შეინახა და კუჭები და ღვიძლები თავისი მოწყობილობით და ერთი რომელიც ცოტა უფრო პატარა იყო შესაძლოა კარგად გამოდგებაო, ხო, დავიტოვეთ და დღეს გავაკეთებთ პომიდორში და გაჩვენებთ როგორი უგემრიელესი პომიდორის წვენს გაუკეთებს დედა. ხო და კიდე გავაკეთებთ ეს როგორც იცით ადრე ნანახი გაქვთ ჩვენი გაყინული რაღაცები, ლობიოს დედა ასე რომ მოხარშავს, ცოტა სყინავს ხოლმე ასე უცებ რომ მოგვინდეს რაღაცა ესე გამოიღებს და რო არ ხარშოს დიდი კასტროლი, იმიტომ რომ სახში მარტო მე და დედა ვართ. ბარბარე არის, მაგრამ ბარბარე ისეთი არის, ყველაფერს არ ჭამს და ამიტომ არ ვითვალისწინებთ ხოლმე დიდად მაგას კვერცხეურჩევნია შეჭამოს, ვიდრე ასე გაკეთებული საჭმელი. როგორც ყველა ბავშვი დამეთანხმებით ალბათ. ხო და გავაკეთებთ სალათას. ლობიოს სალათას ვაკეთებენ წითელ ხავში. ხო, აი ისეთს და გაჩვენებთ. ვაიმე როგორ გემრიელად გამოიყურება, ნახე. ვაიმე რა გემრიელად გამოიყურება. დედას ტატუ ხომ მოგწონთ. თუ ვინმე გინდათ გოგოებო ტატუს დახატვა, ჩემწვარი ქათამს დაგახატავთ ბარბარე, ჩემი შვილი აკეთებს ტატუებს, ძალიან კარგად და ლამაზად ხატავს გოგოებო. თუ ვინმე გინდათ მოინტერესებს და ყავას მე მოვადუღებ, მე აი ყავას ვაკეთებ სტატუებს. ესეც გოგოებო, გავხსენი მჟავე, დედა ჩემის გაკეთებული ეზოში კიტრი რომ მყავს ხოლმე ასე, რამდენს მოკრიფავს, ჩაყრის ხოლმე ბანკებში. ახლა გავსინჯე და წიწაკა ეს რომელიც აქ ჩაყრი როგორ ჩანს, მწარე წიწაკა იყო და ესე იგი ისეთი მწარეა, ისეთი მწარე გული მოძებნა რო იტყვე, ასე გემრიელად გამოიყურება. ესე იგი, ვინც მარხვაზე ხართ, ჩემო ლამაზებო, ლობიო, ესე დედას ქონდა გაყინული და გამოიღო, რო გააკეთებს ხოლმე ლობიოს ასე რამოდენიმე მუნჯს ამოიღებს ასე და გაყინავს და მე ასე საუცბათოდ უცებ რო გინდა და ლობიოს 2 საათი არ უცადო ხარშვა, ასე ამოვიღებთ, გავალღობთ და სალათისთვის არის გადასარევი. ესე იგი, სალათისთვის დაგჭირდება წითელი ხახვი, წიწაკა, ეს არა, მჟავე კიტრი და ნიორი. ესენ ყველაფერი წვრილად უნდა დაჭრათ და აურიოთ ჩვენ ლობიოში მარილი გემოვნებით და წიწაკაც გემოვნებით. ახლა ვის როგორ გიყვართ და ვის როგორ მოგწონთ, ეგ თქვენი გემოვნებით გაუკეთეთ. ხო და ჩვენ ახლა ძალიან წიწაკიანი გიყვარს და იმდენ წიწაკას უშვებით მე და ჩემი არ ვიცი. ნორმალური ადამიანი ვერ შეჯავს, მეგრელი უნდა იყოს უეჭველი.
ჩემო მეგობრებო, როგორც მე გახლავთ აქ ოპერატორი, რეჟისორი და დამდგმელი და რა ვიცი ყველაფერი, ეს ჩვენი ქათამი დაიბრაცა გემრიელად, ეს არის ნიგოზი, ნიორი და კინძი, ეს არის სახლის პომიდორი, რომელსაც დედა აკეთებს, ხო და ამ პომიდორს ახლა ამ ჩვენი ქათმის შენაწვავზე დედა დასყავს ამ პომიდორს, ხო და მე ამ სერპაზებს გაუკეთებს, ოდნავ წამოადუღებს, ხო და ჩვენი პომიდორის საწებელიც მზად არის. უგემრიელესია ხალხო, ბევრჯერ აქ დედას ეს ასე განაკეთები, უგემრიელესია, აუცილებლად მოსინჯეთ, არინანებთ. ჩემოკარგებო, გაუკეთე წიწაკა, ხახვი, ნიორი და მჟავე კიპრი. ზეითუნის ზეთი მოვასხე კიდე. და ესე გამოიყურება და ახლა გადაურევ ერთმანეთში და გავსინჯა. ესეთი გამოვიდა, შემოკარგებო, ნახეთ რა გემრიელად გამოიყურება. გავსინჯე, უგემრიელესია გოგოებო. გემრიელესია, ამას ახლა ცოტა ჩემი მარილი აკლია, მაგრამ დედასაც გავასინჯებ, იმიტომ რომ დედას ძალიან მარილიანი არ უყვარს და არ დამიწუნოს, მე თქო ფიქრობ. ხო და თუ მითხრა რომ აკლიაო, ხო, მე დავამატებ მარილს. ნიორი დედამ ნიორი თქვა ნიგოზის საინზე, ხო და მე გადმოიტანა ქათმის შენაწავს ზეთში მოშუშული პომიდორი, ნიორი გაუკეთა და ეხლა გადაურევს ერთმანეთში ამ ყველაფერს. ასე გემრიელად გამოიყურება. ასე გამოიყურება გოგოებო, ასე ურევს ახლა დედა და ასეთი გემრიელი საწებელი გამოვიდა. ასე გემრიელად გამოიყურება. თქვენ ვისაც გინდათ გემოვნებით წიწაკა შეგიძლიათ დაამატოთ და იყოს ცხარე ისეთი ვისაც გიყვართ წიწაკიანი, ჩვენც გვიყვარს წიწაკიანი და ვამატებთ წიწაკას კარგად ბლომად. მომისმინე დედა, ზოგიერთს არა აქვს ის მოდუღებული პომიდორი და რითი გავაკეთო, ეს მოდუღება ძალიან ძნელია. ხო და ჩვეულებრივი მითია? ტომატი შეიძლება გაქნის წყალში, ტომატს ხო და მოტუშავს, კარგად უნდა მოწვასო. ხო. ესე იგი ტომატითაც თუ სახლის პომიდორი არ აკავთ, ხო, შეგიძლიათ ტომატითაც გააკეთოთ. გასინჯე ახლა. ხო, გავსინჯე. ესე იგი ჩემოკარგებო, წეხა რა ფთოვანებული ვიყავი და როგორ ვიყავი ენერგიაზე მშიერი. ახლა მივირთვი გემრიელად, ხო და კი ვარ აგერ ძილის ხასიათზე. ამ დროს არ უნდა დაიძინო, თურმე უნდა ადგე, საქმე აკეთო, აქეთ იქეთ, რო კალორიები დაწვა, მაგრამ შენც არ მომიკვდი, ახლა მე აქედან ამდგომი არა. ასე რომ ჩემოკარგებო, გემრიელად მივირთვით, რასაც მოამზადებთ, სიყვარული, სიხარული, ბედნიერებას დავკეთებო დღეს გისურვებთ.